მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბროთ ერთ იდეაზე, რომელსაც დამეჭერეთ შეუძლია თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. და არა, ეს არ არის რაღაც ზედაპირული мотиваცია. ეს არის სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის კეროლ დვეკის მრავალწლიანი კვლევის შედეგი, რომელიც ერთ ძალიან მარტივ, მაგრამ ამავდროულად უმძლავრეს კონცეფციას გვანახებს. მოდით დავიწყოთ ერთი კითხვით, რომელიც ალბათ ყველას დაგვისმობს საკუთარი თავისთვის. რა არის წარმატების საიდუმლო? უბრალოდ ზოგი იბადება ნიჭიერი და ინტელექტუალურა, ზოგი კი არა? თუ რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე. მოდით ამ კითხვაზე პასუხი ერთად ვიპოვოთ. ხო და პასუხი როგორც აღმოჩნდა, ბევრად უფრო ჩვენშია, ვიდრე ვგონია. კეროლ დვეკი გვეუბნება, რომ ყველაფრის გასაღები ჩვენს მენტალიტეტში იმალება. ანუ იმაში, თუ როგორ ვუყურებთ საკუთარ შესაძლებლობებს. კარგი, მოდით ჩავღრმავდეთ. თვეკი ფაქტობრივად ორ მთავარ კატეგორიად მყოფს ადამიანებს. ეს არის ორი ფუნდამენტური მენტალიტეტი, რომელიც, როგორც ნახავთ, ორ სრულიად განსხვავებულ ცხოვრებისეულ გზას და შეიძლება ითქვას, ბედს განსაცხრავს. დავიწყოთ პირველით. ეს არის ფიქსირებული მენტალიტეტი. აი ეს ის შემთხვევა, როცა ადამიანს სჯერა, რომ მისი ინტელექტი, ნიჭი, ხასიათი, ეს ყველაფერი ერთგვარად დაბადებიდანვეა მოცემული და ამას ვეღარ შეცვლი, ანუ ან გაქვს, ან არა, წერტილი. და მეორე მხარეს გვაქვს რაღაც სრულიად განსხვავებული, მზარდი მენტალიტეტი. აქ მთავარი იდეა ისა, რომ კი ბატონო, ნიჭი და ინტელექტი კარგი საწყისი წერტილია, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის. ნამდვილი პოტენციალი იხსნება შრომით, სწავლით, მონდომებით და შეუპოვრობით. აი ხედავთ ხომ, რა დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომებია? ერთ მხარეს გვაქვს თითქოს და განაჩენი. მე ასეთი ვარ და ამას ვერ შევცვლი. მეორე მხარეს კი მუდმივი შესაძლებლობა. მე შემიძლია უკეთესი გავხდე. ეს ერთი შეხედვით პატარა განსხვავებაა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ცვლის. მოდით უფრო კონკრეტულად ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს. აი მაგალითად მიზნები. ფიქსირებული მენტალიტეტის მქონე ადამიანი სულ ცდილობს, რომ ჭკვიანად გამოჩნდეს, არ შეეშალოს თავისი სტატუსი დაიცვას. მზარდისთვის კი მიზანის სწავლა და განვითარება. წარუმატებლობა. ფიქსირებულისთვის ეს კატასტროფაა, იმის დასტური რომ უნიჭოა. მზარდისთვის უბრალოდ უკავშირი, გაკვეთილი, რომელიც უნდა ისწავლოს. და ძალისხმევა, აი ეს ყველაზე საინტერესოა. ფიქსირებულს გონია, რომ თუ რამეში ბევრი შრომა გჭირდება, ესე იგი არ ხარ მაგ საქმისთვის გაჩენილი. მზარდმა კი იცის, რომ ძალისხმევა არის ზუსტად ის გზა, რომლითაც ოსტატობას აღწევენ. კარგი, თეორია გასაგებია, მაგრამ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში? აი ყოველდღიურობაში, როგორ მოქმედებს ეს ორი აზროვნება ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ჩვენს რეაქციებზე? წარმოიდგინეთ, სამსახურში ახალი რთული პროექტი შემოგთავაზეს. ფიქსირებული მენტალიტეტის ხმა რას გეუბნებათ? უი არა, ამას ვერ შევძლებ. თუ არ გამომივიდა, ხომ შევრცხები? ის გაურბის გამოწვევას. მზარდი მენტალიტეტი კი პირიქით ამბობს. ვაუ, რა მაგარია, ზუსტად აქ შემიძლია რაღაც ახალი ვისწავლო და გავიზარდო. ან თქვათ კრიტიკა. ვიღაცამ გითხრათ, რომ თქვენს ნამუშევარში რაღაც არ მოსწონს. ფიქსირებული მენტალიტეტი მაშინვე თავდაცვაში გადადის. პირად შეურაცხყოფად იღებს. მზარდი მენტალიტეტი კი ყურებს წყვეტს, ისმენს და ფიქრობს, საინტერესოა, იქნებ მართალია, იქნებ ეს რჩევა დამეხმაროს, რომ შემდეგში უკეთ გავაკეთო. და კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი, სხვისი წარმატება. როცა ხედავთ, რომ თქვენი კოლეგა დააწინაურეს. ფიქსირებული მენტალიტეტი რას გრძნობს? შურს, საფრთხეს. მისი წარმატება თითქოს თქვენს წარუმატებლობას უსვამს ხაზს. მზარდი მენტალიტეტი კი ფიქრობს, ყოჩახ, რა მაგრად უმუშავია. საინტერესო, რა გააკეთა ასეთი. იქნებ მეც ვისწავლო რამე მისგან. მაგრამ იცით რა არის ყველაზე გასაოცარი? ის, რომ ამ მენტალიტეტს დიდწილად სიტყვები აყალიბებს. უბრალო სიტყვები, რომლებსაც სხვებს ვეუბნებით და რაც მთავარია, საკუთარ თავს. აი დვეკის კლასიკური ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, ბავშვმა რაღაც კარგად გააკეთა. თუ ეტყვით, რა ჭკვიანი ხარ, თქვენ აქებთ თანდაყოლილ უნარს. ეს პირდაპირ აპროგრამებს მას ფიქსირებულ მენტალიტეტზე. შემდეგ ჯერზე, როცა შეცდომის დაშვების ეშინია, ის უბრალოდ აღარ ცდის. მაგრამ თუ ეტყვით, ყოჩახ, რა მაგრად იმუშავე ამაზე, თქვენ აქებთ პროცესს, ძალისხმევას. და ეს აყალიბებს მზარდ მენტალიტეტს. და არსებობს ერთი ნამდვილად ჯადოსნური სიტყვა, რომელიც ამ ყველაფრის გასაღებია. ეს სიტყვა ჯერ. უბრალოდ დააფიქრდით, რა განსხვავებაა ფრაზებს შორის, მეს არ გამომდის და მეს ჯერ არ გამომდის. პირველი განაჩენია, მეორე კი პროცესი, ის მარცხს გარდაქმნის გზად, რომელსაც ჯერ კიდევ გადიხართ. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, როგორ შევცვალოთ ეს? როგორ გადავიდეთ ფიქსირებული აზროვნებიდან მზარდზე? საბედნიეროდ დვეკი კონკრეტულ 4 ნაბიჯიან გზას გვთავაზობს. პირველი,
დააკვირდით და აღიარეთ თქვენი ფიქსირებული მენტალიტეტის ხმა. აი ის შინაგანი კრიტიკოსი, რომელიც გეჩურჩულებათ, ამას ვერ შეძლებ. მეორე, გააცნობიერეთ, რომ თქვენ არ ხართ ეს ხმა. თქვენ გაქვთ არჩევანი, დაუჯეროთ თუ არა. მესამე, შეეწინააღმდეგეთ. შეგნებულად უთხარით საკუთარ თავს მზარდი მენტალიტეტის არგუმენტი. მაგალითად, შეიძლება ახლა არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ვისწავლო. და მეოთხე, და ალბათ ყველაზე მთავარი, იმოქმედეთ. მიიღეთ ის გამოწვევა, რომლითაც გეშინიათ. ზუსტად ეს ქმედება ცვლის ყველაფერს. და ბოლოს, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გვახსოვდეს. ეს არ არის რაღაც ჩამრთველი, რომელსაც დააჭერთ და ეგაა. შეიძლება მაგალითად სამსახურში მზარდი მენტალიტეტი გქონდეთ, მაგრამ პირად ურთიერთობებში ფიქსირებული. მთავარია ამას ამჩნევდეთ. ეს პროცესია, მუდმივი მოგზაურობაა საკუთარ თავში. ასე რომ, საბოლოოდ ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის, რომელზეც პასუხი მხოლოდ თქვენ გაქვთ. თქვენი მომავლის ისტორიას, რომელი მენტალიტეტი დაწერს, ის, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი ლიმიტები პინასწარ არის განსაზღვრული, თუ ის, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენი პოტენციალი უსაზღვროა. არჩევანი, როგორც ყოველთვის, თქვენზეა.